აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დღეს განახლებული ონკოლოგიის ცენტრი მოინახულა. შენობას 2013-2014 წლებში სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი უახლესი სამედიცინო აპარატურით აღიჭურვა. ამ ეტაპზე მხოლოდ აჭარის ონკოლოგიურ ცენტრშია შესაძლებელი ხაზოვანი ამაჩქარებლით 3 დღეს ხიური თერაპიის ჩატარება. კლინიკაში დაინერგა თანამედროვე ქირურგიული მიმართულებები, გაიხსნა ენდოსკოპიისა და ლაპაროსკოპიის კაბინეტები. დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სამაცივრე სასაწყობე მეურნეობა გახსნა. მეურნეობა 14 კამერით აღჭურვილი. ამ ეტაპზე საწყობში მინიმუმ 500 ტონა სურსათის შენახვა განუსაზღვრელი პერიოდითაა შესაძლებელი. სასაწყობე მეურნეობა ხორცისა და რძის პროდუქტების მიმართულებით მუშაობს, თუმცა სამომავლოდ ინვესტორი ხილის მიმართულების დამატებასაც გეგმავს. სამაცივე მეურნეობის მშენებლობა $1,200,000 ინვესტიციით განხორციელდა. პროვინცია დაავადების გამოვლინება პირველი მასზე მკურნალობა ოპერატიული მკურნალობით ეს საჭირო იქნება ქიმიოთერაპია ან სხიური თერაპია. ჩვენ ეს შევძელით, ჩვენთან დღეს არის საშუალება იმდინარეობს ყოველივე სკრინინგ პროგრამა, რომელიც ადრეულად ავლენს ამ ავთვისებიან სიმსივნეებს. შემდეგში ოპერატიული მკურნალობა. ცენტრის ადმინისტრაცია და მისასალმებელია ბევრი პოზიციის თანახმად მას ფასები გარკვეულად უფრო შედარებით დაბალი აქვს, რაც უფრო მისაწვდომი იქნება ჩვენი მოსახლეობისათვის. თანაგადახდა არსებობს იცით 30%-იანი შესაბამისად რაც ნაკლები იქნება ფასი, ნაკლები იქნება თანაგადახდის ნაწილის პაციენტის მხრიდან. ჩვენთვის ასევე მთავარია ხილის და კენკროვანი მიმართულების ათვისება იმ კუთხით, რომ სამომავლოდ ეს იქნება ციტრუსი, ეს იქნება სხვა პროდუქტები, რომლებიც ხილი და ბოსტნეული, რომელიც მოდის აჭარაში, მისი შენახვა და გარკვეულ პერიოდის შემდეგ რეალიზება, რაც გლეხისთვის და მომხმარებლისთვის იქნება მნიშვნელოვანი. მაქსიმუმ 1 კილოგრამის შენახვა, დიდ ყურძენი იქნება ეს, მანდარინი იქნება თუ სხვა 3-4 თვის განმავლობაში დაუჯდება გლეხს მაქსიმუმ ნარნახევარი და მაქსიმუმ 2 ლარი.